ირანი თრთის, რადგან კრიზისი მოლაპარაკების მაგიდიდან ზღვაში გადავიდა. ამ ორშაბათს 2026 წლის 18 მაისს. X-ზე გამოქვეყნებული ცნობები, რომლებიც სხვადასხვა საინფორმაციო პროფილს მიეწერება, მიუთითებს, რომ გუშინდელი სატელიტური სურათები, როგორც ჩანს, ირის საჩვენებს. შაჰრის შაჰიდ მადჰავი, ირანის საზღვაო სტრუქტურასთან დაკავშირებული გემი, როგორც ჩანს, ჰორმუზის კუნძულის დასავლეთით იძირება. იმავდროულად, როდესაც მუქი ლაქა, რომელიც ზეთს გავს, წყალში ვრცელდება, პოლიტიკური დარტყმა მძიმეა, რადგან ეს ხდება იმავე დროს, როცა შეთანხმება ტრამპთან ჩავარდა. თეირანი ცდილობს მსოფლიოს თავისი ძალა აჩვენოს. და რევოლუციური გვარდია დაუცველად ჩანს იმ ტერიტორიასთან ახლოს, რომელსაც თავად რეჟიმი იყენებს მოწინააღმდეგეების შესაშინებლად. თუ იდენტიფიკაცია სწორია, ეს მხოლოდ საზღვაო პრობლემა არ არის, ეს სისუსტის მკაცრი ნიშანია. ზუსტად მაშინ, როცა შეერთებული შტატები წნეხს აძლიერებს, ტრამპი რევოლუციური გვარდიის სუსტ წინადადებას უარყოფს. რევოლუციური გვარდია ირანის დიქტატურის კონტროლშია და ირანი ცდილობს დამალოს, რომ მისი ზეწოლის უნარი შიგნიდან იბზარება. ახლავე ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რომ იყო კარგად ინფორმირებული, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს მილსონ ალვისის სანდოობის სტანდარტით. თუ იდენტიფიკაცია სწორია, ჩვენ ჩვეულებრივ ხომალდზე არ ვსაუბრობთ. ირის შაჰრი შაჰიდ მადჰავი არის რევოლუციური გვარდიის საზღვაო პლატფორმა. ის კომერციული გემიდან გადაკეთებულია მცურავ ბაზად, რომელსაც შეუძლია დრონების, ვერტმფრენების, რაკეტებისა და გრძელდისტანციური ოპერაციების მხარდაჭერა. ამ ტიპის გემი ირანის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც სამოქალაქო ხომალდების სამხედრო დანიშნულების გემებად გადაკეთებას გულისხმობს, რათა კომპენსირდეს ტრადიციული ფლოტის სისუსტეები, მოძრავი და სწრაფად ამოსაცნობად რთული პლატფორმებით. გემი დაკავშირებული იყო რეჟიმის ამბიციასთან, ირანის სანაპიროს მიღმა, ძალის პროეცირების სურვილთან. ფიქსირებულ ბაზებზე დამოკიდებულების ნაცვლად, რევოლუციური გვარდიის გეგმა იყო ისეთი გემების გამოყენება, როგორიცაა შაჰრი შაჰიდ მადჰავი, რათა გადაეტანათ აღჭურვილობა, ემსახურათ საყრდენ წერტილად და მუდმივი საფრთხე შეექმნათ საზღვაო მარშრუტებზე. რევოლუციურმა გვარდიამ უკვე აჩვენა რაკეტების გაშვება შაჰრი შაჰიდ მადჰავის გემბანიდან, რითაც დაადასტურა, რომ ეს გემი მხოლოდ სიმბოლო კი არა, ირანის სამხედრო ზეწოლის პრაქტიკული ინსტრუმენტიც იყო. ზღვაში, ჰორმუზის კუნძულის დასავლეთით, ნებისმიერი დაზიანებული გემის ნიშანი მყისიერ კრიზისად იქცევა. მდებარეობა სენსიტიურია, რადგან ახლოსაა იმ ტერიტორიასთან, სადაც ირანი ცდილობს სამხედრო ყოფნა, მუქარები და საზღვაო კონტროლი მოლაპარაკების ბერკეტად გამოიყენოს. სურათი, სადაც ჩანს, თითქოს ირანული ხომალდიდან ნავთობის ლაქა გამოდის, მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. რეჟიმი, რომელიც ცდილობს ზღვით შეაშინოს მსოფლიო, ახლა შეიძლება სერიოზულ პრობლემას აწყდებოდეს საკუთარ საზღვაო სტრუქტურაში. მთავარი კითხვა მარტივია: რას აკეთებდა ეს გემი იქ? ირანული სამხედრო ლოგიკით, ისეთი პლატფორმა, როგორიცაა შაჰიდ მადჰავი, შეიძლება გადაადგილებაში ყოფილიყო, მეთვალყურეობდა, ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევდა, ან ძალის დემონსტრირების პოზიციაში იმყოფებოდა. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს დაკავშირებული იყოს ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ყოფნის მცდელობასთან, მაშინ როცა თეირანი მოლაპარაკებებს აწარმოებს ზეწოლის ქვეშ. ამ ტერიტორიაზე ასეთი ზომის ხომალდის ყოფნა, მაშინ როცა შეერთებულ შტატებთან კრიზისია, შემთხვევითობას არ გავს. დროის შერჩევა კიდევ უფრო ზრდის ეფექტს. შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ტრამპმაც უკვე ნათლად განაცხადა, რომ ზეწოლას უფასოდ არ შეამსუბუქებს. აქსიოსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახმა ირანის ახალი წინადადება არასაკმარისად მიიჩნია, რადგან არ იყო რეალური პროგრესი ურანის გამდიდრების შეჩერებასა ან გამდიდრებული მასალის მარაგის გადაცემაზე. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თუ ირანი პოზიციას არ შეცვლის, საუბარი შეიძლება ბომბებით გაგრძელდეს, რაც მიუთითებს, რომ მოთმინება ამოიწურა. თეთრ სახლს 19 მაისისთვის სამხედრო თავდასხმა მზად ჰქონდა, მაგრამ დონალდ ტრამპმა ბრძანება შეაჩერა მიმდინარე მოლაპარაკებებისა და ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეების თხოვნების გამო. მიუხედავად ამისა, მან ასაშეში შეიარაღებულ ძალებს უბრძანა მზადყოფნაში ყოფილიყვნენ მასშტაბური თავდასხმისთვის, იმ შემთხვევაში თუ მისაღების შეთანხმება არ შედგებოდა. ეს დეტალი ხომალდის სავარაუდო ჩაძირვას სხვა დონეზე აყენებს. ირანი მხოლოდ ერთ გემს საფრთხეში არ ხედავს, ის ხედავს სამხედრო, დიპლომატიურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც ერთდროულად მოდის. შეთანხმების ჩავარდნა მძიმეა, რადგან რეჟიმს დროუპირატესობად გადაქცევა სურდა. თეირანი ცდილობდა კრიზისის გადადებას, ბირთვული პროგრამის შენარჩუნებას, ზღვაზე თავისი კოზირების შენარჩუნებას და ეკონომიკური შვების მიღებას.
მაგრამ დონალდ ტრამპი საპირისპირო გზას ირჩევს ბლოკადის შენარჩუნებასა და სამხედრო მუქარის გაგრძელებას. აქსიოსმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა უარყო ირანის წინადადება ჯერ ბლოკადის შემსუბუქების შესახებ და შემდეგ ბირთვულ საკითხზე საუბრის შესახებ. ვაშინგტონისთვის ეს ნაბიჯი მხოლოდ თეირანის მცდელობა იქნებოდა, რომ დრო მოეგო არაფრის არსებითის დათმობის გარეშე. შაჰრი შაჰიდმადჰავის შესაძლო დაკარგვა გავლენას ახდენს რევოლუციური გვარდიის ძალის იმიჯზე. ირანის რეჟიმი ყოველთვის ცდილობდა ამ გემების წარმოჩენას როგორც ავტონომიის, სამხედრო კრეატიულობისა და უფრო დიდი ძალების გამოწვევის უნარის ნიშანს. ეხლა სატელიტური სურათი, რომელიც აჩვენებს ამ ტიპის ხომალდს, რომელიც როგორც ჩანს იძირება და შესაძლებელია ნავთობის გაჟონვა, ქმნის საჯარო გამოაშკარავების განცდას. პოლიტიკური ზიანისთვის აუცილებელი არ არის აფეთქების გადავება, ეს მაინც ხდება. საკმარისია მსოფლიომ დაინახოს, რომ ირანის საზღვაო ძალების სიმბოლური ნაწილი ყველას თვალწინ შეიძლება მწყობრიდან გამოდიოდეს. გემს შეიძლება ოპერაციული დაზიანება მიეღო, დივერსია, სამხედრო კრიზისის არაპირდაპირი ეფექტი, ან თუნდაც დაჩქარებული გადაადგილების შედეგი ზეწოლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. ჯერ კიდევ არ არსებობს მყარი საფუძველი მიზეზის დასადგენად, მაგრამ კონტექსტი ძლიერ ინტერპრეტაციას უკარნახობს. როდესაც რეჟიმი ბლოკადის ქვეშაა, მოლაპარაკებები შეჩერებულია, სამხედრო სტრუქტურები მეთვალყურეობის ქვეშაა და ამერიკული მუქარა კვლავ ძალაშია, ნებისმიერი შემთხვევა ეჭვს იწვევს. რევოლუციურ გვარდიას აქვს მიზეზი, რომ სცადოს ამ ეპიზოდის დაფარვა. აღიარება იმისა, რომ შაჰიდ მაჯიდ მადჰავი დაიკარგა ან სერიოზულად დაზიანდა, ნიშნავს რეჟიმის ერთ-ერთ სამხედრო ვიტრინაში ჩავარდნის აღიარებას. უარყოფასაც აქვს ფასი, რადგან სატელიტური სურათები თეირანის კონტროლს გარეთ ვრცელდება. ეს არის თანამედროვე მახე. რეჟიმს შეუძლია აკონტროლოს სახელმწიფო გაზეთი, ოფიციალური განცხადებები და შიდა პროპაგანდა, მაგრამ ვერ წაშლის სატელიტების, დამოუკიდებელი ანალიტიკოსებისა და ღია დაზვერვის პროფილების მზერას. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ახალი სურათების მოძიება, გემის წინა ჩანაწერებთან შედარება, ზუსტი მდებარეობის ანალიზი, ზღვაში ლაქის გადამოწმება. და მცდელობა დადასტურდეს, იყო თუ არა სამაშველო ოპერაცია, ბუქსირები, შეკავების ოპერაცია, ან ირანის სამხედრო მოძრაობა იმპერიაში. თუ ახალი სურათები აჩვენებს შაჰრი შაჰიდმადავის უფრო ჩაძირულს, გაჩერებულს ან გაშემორტყმულს საზღვაო დამხმარე გემებით, საქმე ძლიერ ჭორიდან გადადის დადასტურებულ კრიზისში. ეხლა ზეწოლა თეირანზე გადადის, რადგან სიჩუმეც კომუნიკაციაა. ასეთი ზომის გემი ლანდშაფტიდან არ ქრება კითხვების გარეშე. ნავთობის ლაქა კრიტიკულ მარშრუტთან ახლოს შედეგის გარეშე არ ჩნდება და ტრამპთან წარუმატებელი მოლაპარაკება სამხედრო რეალობას არ არის მოთხვეტილი. რეჟიმი შეიძლება სწორედ იმიტომ ირხეოდეს, რომ მისი ძალა ზღვაში აშკარა სისუსტის მტკიცებულებად იქცა. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის თემში.